გამარჯვება. საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო! 2025 წლის პირველი ღონისძიება Max Fight-ი იწყება და ჩემთან ერთად არის Max Fight-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით კირია! საღამო მშვიდობისა მეგობრებო. წლის პირველ ღონისძიებას მასპინძლობთ Max Fight-აც გახსნილად ვაცხადებ. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ბრძოლები იქნება და ყველა სპორტსმენს მინდა წარმატებები უსურვო. ასევე მინდა მადლობა გადავხადო ყველა აქ მოსულ გულშემატკივარს და ჩვენ მხარდაჭერებს და სპონსორებს. აბა წარმატებები ყველას. და აქვე უნდა ვთქვათ, რომ დღეს 10 ბრძოლა უნდა გვეხილა, მაგრამ 8 ბრძოლას ვიხილავთ ტრავმების გამო. ელენე ლოლაძემ საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო და აქედან გამომდინარე არ არის აქ გიგა ხუფაცარია და ასევე გიგა ხუფაცარია და ორივეს ვუსურვებთ გამოჯამრთელებას. წარმატებულ საღამოს გისურვებთ ყველას. Let's go! ეხლა კი ყურადღება, ქალბატონებო და ბატონებო, Max Fight-ი იწყება! კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობისა, დღეს ჩვენ აქ 8 ბრძოლას ვიხილავთ და 8-ვე ორთა ბრძოლა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იქნება და მანუჩარ ყვაშილოვას აქვს შანსი, რომ დღეს აი აქ ამ გამარჯვების შემთხვევაში იბრძოლოს მომდევნო Max Fight-ის სერიით გათვალისწინებულ ღონისძიებაზე ქამრისთვის, რაც რა თქმა უნდა მისთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ბრძოლები გვექნება როგორც კიკბოქსინგში, ასევე MMA-ში, ასე რომ ბრძოლების მოყვარულებს ნამდვილად ძალიან საინტერესო საღამო გელოდებათ. სანამ დავიწყებდეთ დღევანდელ ღონისძიებას, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი Max Fight-ის გენერალური სპონსორია კომპანია Leaderbet. ოქრა სპონსორია Delivo, მხარდამჭერები ქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემია, კუდოს ფედერაცია, ვიტამინი G, საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია და რა თქმა უნდა აქვე კიდევ ერთხელ გთხოვთ აპლოდისმენტები ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ დავით კირიას. დღეს ჩვენ გვეყოლებიან საჯები, საჯთა კოლეგია რუსლან ბოლქვაძე, ჯოვანი ჩხაპელია და ჯაბა ხარჩილოვა. ეხლა კი ერთი კითხვა მაქვს. მზად ვართ მეგობრებო? და თუ მზად ვართ, მაშინ დღევანდელი საღამო გახსნილად გამომიცხადებია და პირველი წყვილი. ყურადღება, მებრძოლი ბურჯკუთხეში. სასომხეთიდან ერევანი ერიკ ბაღდასარიანი. ბურჯი კუთხე ერიკ ბაღდასარიანი. ხოლო მისი მოწინააღმდეგე გახლავთ წითელ კუთხეში მებრძოლი საქართველოდან ზუგდიდი გიგა სიჩინავა.
Daude Harnom Tiulo, Shinovi Tatsamechisa, Daude Harnom Tiulo, Shinovi Tatsamechisa, Adami Buges Halaki, Vestela da Prigonesa, Ujuno Taresitsebe, Ulebida Honesa, Ujuno Taresitsebe, Ulebida Honesa, Rama Ismines Kiuta, Erekles Tagna Barebi, Chalitze Chatis Terangi, Atripe Shubi Barebi, Chalitze Chatis Terangi, Atripe Shubi Barebi, Omisis Kartan Shagrodman, Shasthovan Kote Shelasa. Itali Kutkhe, Giga Stichinawa. ახლა კი უფრო ცლად ორივე მებრძოლის შესახებ და დავიწყოთ ლურჯი კუთხით. მებრძოლი, რომლის ასაკის გახლავთ 18 წელი, სიმაღლე 168 სანტიმეტრი, წონა 74.4 კილოგრამი, 3 გამარჯვება და არც ერთი მარცხი, წარმოადგენს კლუბს K1 Armenia. Erevani, Somkheti, the fighter from Yerevan, Armenia. Eric Bogdasarian! Ხოლო მებრძოლი, წითელ კუთხეში, რომლის ასაკის გახლავთ 19 წელი, სიმაღლე 181 სანტიმეტრი, წონა 54.4 კილოგრამი, 6 მოგება და 2 მარცხი, წარმოადგენს გენოა და მის საბრძოლო კლუბს. მებრძოლი, ზუგდიდიდან, საქართველოს, the fighter from Zugdidi, Georgia! Giga Stichinawa! Raperi ringზე არჩილ ჯეირანაშვილი. მოგესალმებით. Max Fight-ის მიათე UFC მარტივა მოგესალმებით და წავუძღვებით მე ნიკა ბეგოიძე და ლაშა ჭურაძე. გამარჯობა ბატონო ლაშა. გამარჯობათ. პირველი ბრძოლა ერიკ ბაღდასარიანის და გიგა სიჭინავას მონაწილეობით წარიმართება. ორივე ახალგაზრდა ბიჭები არიან და იმედი ვიქონიოთ საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ. სამეხმა სპორტსმენმა გახსნა low kick-ით ბრძოლა. ცენტრი დაიკავა გიგამ. უპასუხა front kick-ი განახორციელა სომეხმა სპორტსმენმა და ძალიან ლამაზი spinning back kick-ი გიგა შესრულებით. რითაც უპასუხეს spinning back kick-ით ასევე სომეხმა სპორტსმენმა. კარგი ბრძოლა მიდის ძალიან, თუმცა ჯერ დაზვერვით ხასიათს ატარებს. მაინც აქტიურად ხელებით არ ჩაერთნენ ბრძოლაში მებრძოლები. ძირითადად ფეხებით მუშაობენ. აი პირველი სერია გიგა შესრულებით და პასუხობს სომეხი მებრძოლიც. გაცვლა ისევ ქართველი სპორტსმენის შეტევა, ისევ პასუხობს სომეხი, ძალიან კარგი თანაბარი ბრძოლა მიდის, ცენტრი ქართველ სპორტსმენს უკავია, თუმცა მეორე ნომრად კარგად ახერხებს სომეხი სპორტსმენის მუშაობას, აქ ქართველი სპორტსმენის ძლიერი დარტყმა. გიგა საკმაოდ დამაჯერებელი დარტყმები აქვს უფრო მოდომი, ხო, ვიდრე სომეხ სპორტსმენს. კი ბატონო, ამიტომაც ცენტრი უკავია. აპრესინგებს გიგა მეტოქეს და ნელ-ნელა ვფიქრობ, რომ გიგას უპირატესობა გამოიკვეთება. მაგრამ ეს სომეხი სპორტსმენიც აშკარად კარგი ბიჭი არის და ვაშკაცურად უწევს წინააღმდეგობას. რაც შეეხება Max Fight-ის ამ ივენტს, მეათე ღონისძიება გახლავთ და ყოველი შემდეგი ღონისძიება უფრო მაღალ დონეზე ტარდება, რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადო Max Fight-ის სპონსორებს, რომლების გარეშეც ასეთი ღონისძიებების გამართვა შეუძლებელი იქნებოდა. ესენი არიან გენერალური სპონსორი კომპანია ლიდერბეთი, ასევე ოქროს სპონსორი დელივო
და დამჭერები ღონისძიების ქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემია და კუდოს ფედერაცია. ასევე დიდი მადლობა ვიტამინი G-ს, რომელიც ზრუნავს ქართველ სპორტსმენების საკვები დანამატებით მომარაგებაზე. აი აქ უკვე საკმაოდ შეტევაზე გადავიდა ქართველი სპორტსმენი. აგრესიულ შეტევაზე გადავიდა გიგა და სომეხმა სპორტსმენმა კაპი გადმოაგდო პირიდან. ამასობაში რაუნდის დასრულდა და სპონსორებზე ვლაპარაკობდი. ასევე საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის მხარდაჭერით იმართება ეს ღონისძიება. ქართველი სპორტსმენისთვის ასე ვთქვათ, კარგი რაუნდი იყო. ჩემი პირადი აზრით და მე მგონი ლაშას დამეთანხმება, რომ პირველი რაუნდი წამოვიღეთ. თუმცა ეს ყველაფერი მსაჯების გადასაწყვეტია და კომენტატორები ამაში არ ვერევით. დაიწყო მეორე რაუნდი. საკმაოდ შეტევაზე გადავიდა ქართველი სპორტსმენი. კი ბატონო, პირველი რაუნდისგან განსხვავებით მეორე რაუნდი თავიდანვე აქტიურად დაიწყო. ეს არ იყო ნოკდაუნი, ფეხი გაუსრიალდა ქართველ სპორტსმენს. გიგა აგზელებს მეტოქის დაპრესინგებას. და აი აქტიური შეტევა. გიგა ფიზიკურად აშკარად თქო ძლიერია. მაგრამ საკმაოდ ვაჟკაცურად იგზის სომეხის სპორტსმენი. აქ უკვე გიგამ იპოვა თავისი დისტანცია. იგრძნო ბრძოლა, ასე ვთქვათ და თავისი კარნახით მიდის უკვე გიგას კარნახით მიდის აშკარად ბრძოლა და აი უკვე ავანტურულ მოქმედებებს ახორციელებს სომეხის სპორტსმენი. აი უკვე ძალიან ბალანსის დარღვეული აქვს უკვე სომეხ სპორტსმენს და ცოტა დაუჭირდება მე მგონი ამ რაუნდში სომეხ სპორტსმენს. ასე ვთქვათ, გიგამ იგრძნო სისხლის სუნი და სავარაუდოდ უკვე ვიხილავთ კიდევ ერთ ძლიერ შეტევას. აი აქ კუთხეში მიიმწყდიან თავში კანვასთან ოქტაგონის და დება, თუმცა მსაჯი ანიშნებს, რომ განმეორებითი მუხლის დარტყმა იყო. ამასობაში სომეხ სპორტსმენს დაღლას დაეტყო, იმიტომ რომ მარტივი არ არის მეორე ნომრად მუშაობა. კარგი ფეხის დარტყმა გიგას შესრულებით. ძალიან ლამაზი სპინინგ ბექ კიკი ისევ. მუხლი თავში. აი მაყურებელთა შეძახილიც ისმის, რომ არ გაჩერდება, ბოლომდე მიიყვანეს საქმეო, იმიტომ ყველა ხვდება უკვე, რომ გადამწყვეტი უპირატესობა აქვს გიგას მოპოვებული და აი აქ უკვე გონგმა მოუსწრო. ეს რაუნდი დიდი უპირატესობით გიგამ წამოიო. კი ბატონო. რას თქვი ლაშა, საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკვეთილი არის ქართველი სპორტსმენის უპირატესობა,
ბრძოლა მაინც ანახაობრივი არის. მაინც არ ნებდება სომეხის სპორტსმენი, საკმაოდ ეთქობა რომ კაი ფორმაში არის, მაგრამ მეორე რაუნდი დიდი უპირატესობა დაჩაგრა ასე ვთქვათ. იგამ, იმიტომ რომ ფიზიკურად ძლიერია. კი, ასევე ტაქტიკური უპირატესობაზეც მინდა გაუსვა ხაზი, რომ ცენტრი ჰქონდა დაკავებული, ზედმეტად არ დაიხარჯა საწყის რაუნდში, საწყის წუთზე და მეტ სამუშაოებდა სომეხ სპორტსმენს. სომეხ სპორტსმენს უწევდა ოქტაგონზე მეტი მოძრაობა. კარგად ვერ აკონტროლებდა დისტანციას და ამის გამო დაღლა დაეთყო უკვე და ამ ზეწოლამ გიგას პრესინგმა შედეგი გამოიღო უკვე. ნახოთ მესამე რაუნდი როგორ ჩემი აზრით სომეხ სპორტსმენისთვის ძალიან რთულად წარიმართება მესამე რაუნდი და ალბათ მისთვის საუკეთესო შედეგი იქნება ბოლომდე თუ გაძლებს. თუმცა არ უკარგავს სომეხ სპორტსმენს, რომ პირველი რაუნდის მანძილზე ვაშკაცურად იბრძვის და ნახოთ, ისეთი სპორტია ეს, რომ ერთი შეცდომა ყველაფერი გადაწყვიტოს წინასააღმოებს თუ გამოვიტანთ. იგივე სურათი გვაქვს, საწყის პირველი წუთი. კარგად დაიწყო. ხო, საკმაოდ აქტიურად მუშაობს, მაგრამ აი გიგაც უკვე აქტიურდა. კი ბატონო. ლამაზი შეტევა გიგას შესრულებით. რაც მომწონს გიგას აი ხელის კომბინაციებში კორპუსს და თავს ცვლის, რაც ძალიან საფიქრალია მეტოქისთვის, როცა ასეთი სართულებიანი შეტევით გიტევენ. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი სპორტსმენია, ძალიან კარგად მუშაობს კორპუსებს. აი კიდევ გულში დარტყმის ცდელობა. ასევე ფეხით მუშაობს ძალიან კარგად კორპუსზე, მუხლით. აი ახლო დისტანციაში მუხლით მუშაობს. კი ბატონო. აი უკვე მეორე რაუნდის მსგავსად მესამე რაუნდშიც გამოიკვეთა აშკარა უპირატესობა ქართველის და აი უკვე უჭირს თავის დაცვა. როგორ ჩანს ახლა სომეხი სპორტსმენი იწყებს ბრძოლას კარგად და მერე უკვე აუ აქ უკვე მსაჯი ალბათ მალე დაუთვლის ან შეიძლება გააჩეროს კიდევ ას ბრძოლა. აი დამთავრდა ბრძოლა, კუთხემ გააჩერა. ნოკდაუნ. მალადის კიდე, მალადის. შემოაგდო. გააჩერა. კუთხემ გააჩერა კი. გილოცავთ გამარჯვებას. გილოცავთ ქართველების პირველ გამარჯვებას. ძალიან კარგი ბრძოლა ჩაატარა ქართველმა მებრძოლმა. და ანუ გიგას იჭინავა. ულოცავ მის კლუბს. ქალაქ ზუგდიდის წარმომადგენელია სპორტსმენი. გიგა არის ზუგდიდის წარმომადგენელი, მწვრთნელი ბაჩუკი ფარცვანია. მადლობა ზუგდიდის სპორტსკოლას, გამგეობას ძალიან ეხმარებიან ზუგდიდის სპორტსმენებს ზოგადად და ყველას იგი მადლობა და მოუხადო. ძალიან კარგი ბრძოლით გავხსენით დღევანდელი საღამო და იმედი ვიქონიათ, რომ შემდეგი ბრძოლებიც უფრო და უფრო უკეთესი იქნება, თუმცა რთულია რომ ამაზე კარგი ბევრი ბრძოლა ვიხილოთ აქ, მაგრამ რაც უფრო კარგი ბრძოლები გვექნება, მით უკეთესი. და მოწინააღმდეგე მებრძოლის სეკუნდანტის უარის გამო ეს ბრძოლა შეჩერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დღევანდელი პირველი დაპირისპირების გამარჯვებული გახლავთ მებრძოლი წითელ კუთხეში გიგა სიჩინავა. ერიკ ბაღდასარიანს წარმატებები უსურვებს. ნამდვილად ულოცავთ გიგას ამ წყინვალე გამარჯვებას და ეს მის პროფესიონალურ კარიერაში მე-7 გამარჯვება. სიტყვის ტვინის საშუალებას. Eric, you can come here. Eric,
If you want to say something, you can say it. 1 minute. Yes, Jose Maire, Umi Bankase. In case this cash of Zara, Umi Kanitari met. Yes, Reshapolo, Revashabanj. რაღაც მეგონი რევანში თქოს არა? ხო, მეც 6 სიტყვა გავიგე. თუმცა ნახო დავალდოთ, თორე Umi Bane. Imangere patikapleres goya hargeli pacareno basakaela. Uyese mira proharen kape khanshofzane tarikon baza. Udogi kisvasies rigi mechuste. Boxume miran box hayasi. Tukhrench kizek merek kageri. დავიბრაზდა. მოკლედ მატჩ რევანსი თავს უფრო მეტის ჩვენებას აპირებდა და ეს ბრძოლა ჩემი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისე მოხდა რომ ისინი არ იყო. და შემდეგზე კიდევ შევხვდეთო და დარბაზი რას უპასუხებს? შეხვდეს კიდევ ერთხელ ჩვენი გამარჯვებული? ამას ორგანიზაციის წევრები გადაწყვეტენ. გავაგზავნოთ, რა თქმა უნდა, მარცხი ყოველთვის ტკივნეულია შესაბამისად. ალბათ ცოტა არ მიკვირს. სერიოზული არის ახლა. რევანშის მოთხოვნა და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ ბატონობა უნდა გადავუხადოთ შერეული საბრძოლო ცხოვრების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ გიორგი კაბულაშვილს და მადლობა მას, რომ სპორტის ეს მიმართულება დღეს საქართველოში განსაკუთრებით ვითარდება. და კიდევ ერთხელ შეგახსენებ სპონსორების შესახებ. Max Fight-ის გენერალური სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, ოქროს სპონსორი გახლავთ Delivo, რაც შეეხება მხარდამჭერებს ქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემია, კუდოს ფედერაცია, ვიტამინი G და საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია. ახლა კი მეორე ბრძოლა. ყურადღება. მებრძოლი ლურჯ კუთხეში. თბილისიდან საქართველო ირაკლი კარდავა. ირაკლი კარდავა, ლურჯი კუთხე. ხოლო მისი მოწინააღმდეგე გახლავთ წითელ კუთხეში მებრძოლი მარნეულიდან საქართველო გიორგი გლადიატორი მირზოიანი. მარნეულიდან სადაც მაგბაიძე მეორე ბრძოლა იყო ჩატარებული.
მებრძოლის შესახებ. მებრძოლი ლურჯ კუთხეში, რომლის ასაკიც გახლავთ 17 წელი. სიმაღლე 174 სანტიმეტრი, წონა 70.4 კილოგრამი. ეს არის მისი პროფესიონალური დებიუტი. წარმოადგენს საბრძოლო კლუბს დავითიანი. მებრძოლი თბილისიდან, საქართველოს, ირაკლი ქარდავა. ხოლო ჩემგან ხელმარცხნივ მებრძოლი წითელ კუთხეში, რომლის ასაკიც გახლავთ 17 წელი, სიმაღლე 175 სანტიმეტრი, წონა 60.3 კილოგრამი, 8 გამარჯვება და არც ერთი მარცხი, კლუბი ჩემპიონი, მებრძოლი მარნეულიდან, საქართველოს, გიორგი გლადიატორ მირზოიანი. რეფერი რინგზე არჩილ ჯეირანაშვილი, პირველი რაუნდი. საქართველოს რაუნდის ჩემპიონია, მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული არის. თუმცა ორივე ახალგაზრდა სპორტსმენები არიან, 17 წლისები, როგორც ქარდავას დებიუტი არის, გიორგის მეორე ბრძოლა, არა, მაქსვაიძე. მეორე ბრძოლა აქვს მაქსვაიძე, კი ბატონო, სულ 8 ბრძოლა აქვს პროფესიონალური გამოცდილებაში სხვაობა არის, თუმცა სამოყვავილო დონეზე ირაკლი ქარდავაც საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია და მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი არის. ორივე საუკეთესო სპორტსმენები არიან. ორივე საუკეთესო სპორტსმენი დგას. შესაბამისად, კარგ ბრძოლას ველოდებით ქართველი სპორტსმენების შესრულებით. ორივე ცენტრში უნდა ბრძოლა, არავის არ უნდა ცენტრის, არც ერთს არ უნდა ცენტრის დათმობა როგორც ჩანს და ეს პირველი წუთი ცენტრისთვის ბრძოლისთვის ბრძოლაზე მიდის. ძალიან კარგი გაცვლა ვნახეთ. ასევე მეორე ორმხრივი შეტევა. არც ერთ გოჩს ართმობენ მებრძოლები. ძალიან კარგი დარტყმა იყო, ძალიან ლამაზი დარტყმა. ნოკდაუნს უთვლის მსაჯი. ძალიან ლამაზი დარტყმა იყო. მარჯვენა პირდაპირი. თუმცა ვფიქრობ, რომ იქ ცოტა ფეხიც ჰაერში ჰქონდა და ესე წაეხმარა ქარდავას და ამიტომ სწრაფათვე შტურმზე არ გადავიდა. აი დაბრუნდა, კარგად დაბრუნდა ქარდავა ბრძოლაში, თუმცა ძალიან მაღალ ტემპში მიდის რა ბრძოლა. ძალიან მაღალ ტემპში მიდის და ნახოთ, რამდენად ეყოფათ ბიჭებს ენერგია, რომ ბოლომდე ასეთ ტემპში გაცვლითი დარტყმები მიდის. გას დაიწყო არ გაჩერებულა ბოლომდე მაქსიმუმი ტემპი. ორივე მებრძოლს ძალიან უნდა მოგება ამ ბრძოლის და ეს ჩავამთავრეთ პირველი რაუნდი. თუ მირზოიანმა წამოიღო ნოკდაუნის ხარჯზე პირველი რაუნდი ალბათ, თუმცა აი ნოკდაუნი რო არა, დანარჩენი აბსოლუტურად თანაბარი ბრძოლა და უშეღავათო ბრძოლა ვიხილეთ. ბრძოლები დაკომპლექტის აქტიურობა, ნოკდაუნი მაინც ახლა კი ბატონო, რაუნდი მირზოიანის არის, თუმცა
მაყურებლისთვის ძალიან კარგი ბრძოლა მიმდინარეობს და ასევე საინტერესო რაუნდებს ველოდებით. გადაწყვეტილი აქ ჯერ არაფერია და ვნახოთ. აი გამეორებაზე ნოკდაუნის მომენტი. ავიწყეთ მეორე რაუნდი, ისევ ცენტრში დგანა ბიჭები და ისევ უშეღავათო ბრძოლა დაიწყო პირდაპირ. საკმაოდ ლამაზი და სანახაობრივი ბრძოლა საჩვენებენ ორივე. კარდავა სართულებს ცვლის, ასე ვთქვათ, კორპუსიდან იწყებს ხშირად დარტყმებს, მირზოიანი უფრო თავზე მუშაობს, ორივე აქტიურად იყენებს ასევე ფეხებს და მუხლებს. უპასუხოთ არც ერთი ბიჭი არ ტოვებს დარტყმებს, ერთი იწყებს, მეორე ამთავრებს. კი ბატონო, კი. და საკმაოდ სპინინგ ბექფისტის ცდილობა ჰქონდა მირზოიანს. ლამაზი ტიპით სახეში. თუმცა უპასუხა კარდავამაც და ძლიერი ლოუ კიკი, რის შემდეგაც მირზოიანმა წონასწორობა დაკარგა და დაეცა, თუმცა ეს არ იყო რა თქმა უნდა ნოკდაუნი. სევ კლინჩი გვაქვს. ორივეს აქვს, ორივე სპორტსმენს არაჩვეულებრივი არსენალი, ყველაფერს, ყველა დარტყმას, ყველა კომბინაციას, რავი. ლამაზად ყოფნა. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს 17 წლის ბიჭები ასეთი დონის პროფესიონალურ ბრძოლას მართავენ და რა თქმა უნდა ორგანიზაციის დამსახურებაც არის, რომ მათ ეძლევათ შანსი, რომ თავის ჩვენება შეძლონ და განვითარებაც რა თქმა უნდა ეხლა ეს ყველაფერი გამოცდილებაა და მათ შემდეგ ბრძოლებზე და კარიერაზე აისახება. ბრძოლა ისე უშეღავათო არის და ერთი წამი არ ჩერდებიან. საკმაოდ რთულია ამათამ საჯობა. კი ბატონო. აი მეორე რაუნდი მაგარი ბიჭები დასრულდა. ძალიან მაგარი ბიჭები და მაღალი დონეს აჩვენებენ. ისეთი ბრძოლა არის, რომ აი ორივე სპორტსმენი წასაგებად რომ დაგენანება და მაგრამ რას ვიზავთ, სპორტია და ვიღაცა იგებს, ვიღაცა აგებს. კარდავას არსენალში ძალიან მომწონს ეს ფრონტ კიკები ან TP, როგორც კიდათ ისე უწოდოთ. რამდენჯერმე კარგად მოარტყა და მუშაობს ეს დარტყმა ამ ბრძოლაშიც. ვნახოთ მესამე რაუნდი. როგორ გაგრძელდება?
სავარაუდოდ ქარდავას მინიმუმ ნოკდაუნი მაინც ჭირდება იმ ნოკდაუნის გასაბათილებლად. თორე სხვა მხრივ თანაბარი ბრძოლა არის და აი კიდევ ძლიერი მარჯვენა იზოიანის შესრულებით და გაუძლო ქარდავამ ამ დარტყმას, თუმცა აშკარად კარგი მარჯვენა იყო. ისეც დავეჭლება რჩება, რომ თითქოს ცოტა მეტი ენერგია დარჩა მირზოიანს. თუმცა აი მომენტებში გამოცოცხლება ხოლმე ქარდავას და ასა იცვლება ეპიზოდები. კიდევ კარგი ორიანი და კარგი პირდაპირ გაუტარა გიორგი. მინიმუმ ერთი სუფთა ძლიერი დარტყმა მოხდა ახლა ქარდავას. სუფთა. აი კიდე. დიდი ქარდავას დაღლას შეეძლო. შევშევკნენ კლინჩი ბიჭები ერთმანეთს და ბოლო 15 წამია დარჩენილი. ანუ ბოლო ძალებით უტევენ ერთმანეთს და აი სავარაუდოდ მარჯვენა პირდაპირ ის. ნუ ეს შეიძლება გონგის მერეც იყო, თუმცა დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას აღარ აქვს. კარგი ბრძოლა ვნახეთ. ნახოთ საჯების რა გადაწყვეტილება იქნება. აი ეს დარტყმა გამეორებაზე. კიდევ საჯების შერეული გადაწყვეტილებით არის ეს. სხვადასხვა აზრი გაფიქსირდა, მაგრამ ვაცადოთ გაბას. ყურადღება საჯების გადაწყვეტილებით ამ ორთა ბრძოლის გამარჯვებული გახდა ბრძოლი იტაკუჩაკი გლადიატორი მირზოიანი.
გიორგი მირზოიანმა ჩემი აზრით სამართლიანად გაიმარჯვა ბრძოლაში, ნოკდაუნი ჰქონდა პირველ რაუნდში და ასევე მესამე რაუნდშიც მეტად ზუსტი იყო, განსაკუთრებით ის ორი კარგი ლამაზი კომბინაცია გაჩვენა. აგვისტოში ზუგდიდში გასამართი მაცვაიძის ტურნირი, რომელიც იქნება გრანდიოზული ტურნირი. ზუგდიდში მაცვაიძე იქნება 2 სატიტულო ბრძოლა, ერთი ბრძოლა იქნება MMA-ში და შემდეგი ბრძოლა მეორე სატიტულო ბრძოლა იქნება კიკბოქსინგში. ასევე გვექნება 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4-კაციანი გრან-პრი, სადაც იქნება 3000 ლარის საპრიზო ფონდი. კილოში გიორგი მირზოიანი იბრძოლებს დღევანდელი გამარჯვებით, მან დაიმსახურა და აგვისტოში გამართავს გრან-პრიზე ბრძოლას. მართლაც კარგი ბიჭი არის გიორგი მირზოიანი და საინტერესო იქნება მისი ხილვა 4-კაციან გრან-პრიში. მოგესალმებით ყველას. მადლობა სიხდით ყველას მობრძანებისთვის. მადლობა მინდა გადავხადო ჩემს მოწინააღმდეგეს. ძალიან მაგარი ბიჭია. წარმატებებს უსურვებ მომავალში. მადლობა მინდა გადავხადო ჩემს მწვრთნელს, კახაჭკადუას, ჩემს მშობლებს გვერდით გომისთვის და ყველა ჩემს გულშემატკივარს. მადლობა მინდა გადავხადო ორგანიზაცია Max Fights. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველას. ჩვენ ბიჭებს ყველას გაუმარჯოს ტრავმების გარეშე რომ დაამთავრონ გამარჯვებულები გამოვიდნენ. გლადიატორს მიულოცოთ ეს გამარჯვება, ირაკლი ქარდავას კი პირადად ჩემგან აპლოდისმენტები. ნამდვილად მაგარი ბრძოლა შემოგთავაზა დებიუტანტმა. ახლა უკვე ჩვენ გადავდივართ MMA-ზე და ორი ბრძოლის შემდეგ, რომელიც კიკბოქსინგში ვიხილეთ, უკვე შერეულ ორთა ბრძოლებში ვნახავთ მებრძოლებს და ისვლებიან გვერდით იმ საჯებით. საჯები იქნებიან ჩვენი ცნობილი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა, ასევე ძალიან ცნობილი მებრძოლი სოფია ბაღიშვილი და ნიკა ჯაკონია. ოქტაგონის საჯი საბა ბეგაძე და თუ შეიძლება თქვენი აპლოდისმენტები მსაჯდა ამ კოლეგიას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Max Fight-ის გენერალური სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, ოქროს სპონსორი დელიվო, ხარდამჭერები ქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემია, ყუდოს ფედერაცია, ვიტამინი G და საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია. ახლა კი MMA და მებრძოლი ლურჯკუთხეში. ეს გახლავთ საერთაშორისო ხასიათის ბრძოლა. მებრძოლი ლურჯკუთხეში. ირანიდან თეირანი მოჰამად მოჰმოდიანი.
მოჰამად მოჰმაუდიანი, ურჯი კუთხე, თეირანი, ირანი. ხოლო მისი მოწინააღმდეგე გახლავს მებრძოლი წითელ კუთხეში, რომელსაც პროფესიონალური დებიუტი აქვს. მებრძოლი საქართველოდან ბათუმი ილია ბჟინევა. It's like cause I live with the game if I had to. This ain't games. Cause I do my head with the fuck, nigga. This ain't games. Young G in a CPT, West Coast to the casket drop. Stop blocking, I got that key. Straight gangster. I'm just trying to see who the fuck these hoes trying to be. In the hood, it's understood. Don't fuck around with Eazy-E. You cross it, it's made. You owe him, just pay him. Anything else you ask him for a nigga untimely passing. But it's all to the good. In the hood, breaks the wood like we should all night long. On this Compton shit with all. God bless these niggas like that. Cause I didn't really get if I had to. This ain't games. მებრძოლი წითელ კუთხეში, ილია ბჟინევა, ბათუმი, საქართველო. ახლა კი უფრო მეტი ინფორმაცია ორივე მებრძოლის შესახებ. ურჯი კუთხე, მებრძოლი, რომლის ასაკიც გახლავთ 40 წელი, სიმაღლე 178 სანტიმეტრი, წონა 66 კილოგრამი, 2 მოგება და 7 მარცხი, წარმოადგენს კლუბს სპორტ 313. ირანი, თეირანი, მოჰამად მოჰმაუდიანი. ხოლო მებრძოლი, რომელიც ჩემგან ხელმარცხნივ წითელ კუთხეშია წარმოდგენილი, მისი ასაკია 28 წელი, სიმაღლე 173 სანტიმეტრი, წონა 66 კილოგრამი. ერთი გამარჯვება და 2 მარცხი წარმოადგენს ბათუმის საბრძოლო აკადემიას. ბათუმი, საქართველო, ილია ბჟინევა. რეფერი ოქტაგონზე, საბა მეგაძე, პირველი რაუნდი. მაშასე გადავიდით მესამე ბრძოლაზე, რომელიც MMA-ის წესებით წარიმართება და ჩემს გვერდით ზის და წარუძღვება ამ ბრძოლას ბატონი ედიშერ გოგია. მოგესალმებით. დაიწყო ბრძოლა. წითელი ხელთათმანებით არის ქართველი სპორტსმენი. ცენტრი დაიკავა ქართულმა სპორტსმენმა. ჯერჯერობით ფეხის დარტყმების გასვლა მიდის, თუმცა როგორც ხვდები, აი კიდევ კარგი ლოუ-კიკი ირანელის. მარჯვენა მოხდა და კედელთან აკონტროლებს ქართველი სპორტსმენი და კარგი მუხლი იყო. ცდილობს მეტოქის პარტერში ჩაყვანას, როგორც ხვდები. აი ჩაიყვანა კიდეც. კი ბატონო, ძალიან მარტივად. ცდილობს კრუსიფიქსზე გადასვლას. მეტოქის მარცხენა ხელის დაბლოკვას აპირებს ილია. ამერიკანაზე შეიძლება მუშაობა. ძალიან კარგი პოზიცია აქვს, აი შეიტანა ხელი. თუ დაუფიქსირა ფეხებით, უკვე ძალიან რთულ სიტუაციაში იქნება. აი ამერიკანაზე და აიღო უკვე ნახოთ მაჯა. თუმცა ძალიან რაღაცნაირად აი გრაუნდ ფაუნდი, ძლიერი დარტყმები. იდაღვევ
გარდის დაბრუნებას ვერ ახერხებს ირანელი სპორტსმენი, თუმცა ცდილობს და ცოტა თავის დაცვაც უჭირს, ასე ვთქვათ. მეგონი ჯობია ground pound-ით ცემას. კი ბატონო, კარგი პოზიცია აქვს და ფიზიკურადაც მეჩვენება, რომ ილია უფრო ძლიერია და შეუძლია ამ პოზიციის კარგად გამოყენება. ჯერჯერობით აშკარა უპირატესობა აქვს ქართველ მებრძოლს, აი კიდე კარგი მარჯვენა დარტყმა. კიდევ ერთი დარტყმა. გავიდა პირველი რაუნდის ნახევარი. ჯერჯერობით ქართველი სპორტსმენის სრული კარნახით მიმდინარეობს ბრძოლა და მე მგონი რაც მიწაზე გადავიდა მას შემდეგ არც ერთი საფასკო დარტყმა არ მიუღია ქართველ სპორტსმენს და აი კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მარჯვენა იდაყვი გარდის აღდგენას ცდილობს ნახევრად ბატერფლაი გარდა გარდი აღიდგინა ირანელმა სპორტსმენმა თუმცა არ ვიცი რამდენად დიდ ბენეფიტს მოუტანს ეს რადგან სხვა ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებს არ ცდილობს ამოდგომას თუმცა ილიასაც კარგად იწვევს ძალიან მჭიდროდ ყავს სეტკასთან აი არბარზე გადავიდა თუმცა დაკარგა მაგით საბოლოოდ პოზიცია და ხულმაუცი აღმოჩნდა ქართველი სპორტსმენი შემოთავაზებს ილია გადატრიალდა ზურგი აუღო ჯობია დარტყმები და აი უჭირს თავის დაცვა ირანელ სპორტსმენს და რამოდენიმე სწრაფი დარტყმა იაკებას ალბათ გააჩერებს არბიტრი ახლოს არის აი აღარ იწევს ინამდვილად ჩემს უკვე გასაჩერებელია ბრძოლა და გააჩერა გაიმარჯვა ილია ბჟინოვმა მიულოცოთ ბათუმის საბრძოლო აკადემიას პირველი გავარჯვება დღევანდელ ივენტზე დებიუტი პირველივე ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში კარგი დასაწყისია ნამდვილად ირანელი უფრო გამოცდილი იყო 9 ბრძოლა ქონია გამართული ასაკიც 40 წლის როგორც ხედავთ, ყავს გამარჯვებული. ამისი პროფესიული დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. მებრძოლმა თითო კუთხეში ბათუმი საქართველოს ტექნიკური ნოკაუტით ილია ბჟინოვა მიულოცოთ კიდევ ერთხელ, ნუ სინამდვილეში ეს მისი მეორე ბრძოლა დებიუტი იყო Max Fight-ის, თორე ისე მეორე პროფესიონალური ბრძოლაა და 2-0-ზე აქვს უკვე. Max Fight-ის გენერალური სპონსორია კომპანია Leaderbet, ოქროს სპონსორი Delivo. მხარდამჭერები ქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემია, კუდოს ფედერაცია, ვიტამინი G და საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია. ახლა კი ვუბრუნდებით ისევ kickboxing-ს. და მომდევნო ბრძოლა უნდა დავაანონსო, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გვერდში დგომისთვის საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ დავით ხახუტაშვილს. ახლა კი ყურადღება, მეოთხე ბრძოლა, kickboxing-ი და მებრძოლი ლურჯ კუთხეში
სომხეთიდან ერევანი სედა არაქელიანი და არაქელიანი ლურჯი კუთხე ხოლო მისი მოწინააღმდეგე გახავთ მებრძოლი წითელ კუთხეში საქართველოდან თბილისი მარიამ ნანავა მე ვარ მარიამ ნანავა, როგორც კიკბოქსინგის მებრძოლი, ასევე MMA-ის მებრძოლი. ამ სპორტში მოღვაწეობ 7 წელს ასაკიდან, ანუ 10 წელია დავდივარ ამ სპორტში. დავინტერესდი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სპორტი არის, ლამაზი, საბრძოლო ხელოვნება და მამაჩემი იყო სპორტსმენი და უნდა რომ დავკავიყავი მეც რაიმე სპორტი და აირჩია კიკბოქსინგი. ამ ორგანიზაციაში ჩემი პირველი ჯგუფი არის, ჩემი მნიშვნელობა აქვს ამ ორგანიზაციის შემოთავაზება ხელიდან ერთ-ერთი ნაბიჯა კარიერისკენ და ყველანაირად გავდივარ მომზადებას და ყველანაირად ვესწრები რომ გამარჯვებით დავამთავრე. ჩემი ძლიერი მხარე ამ სპორტში არის საიკინგი, იმიტომ რომ მეტად გომში ჯგუფი 6 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გავუვედით ყველას 8 საათზე, გვერდებით სანახაობით ბრძოლას და გვერდებით რომ დავუწყარ ბრძოლას განახით. მანამ სტანამ ორივე სპორტსმენის შესახებ უფრო ცლად მოგაწოდეთ ინფორმაციას, უნდა გითხრათ რომ
სამოყვარულო კიკბოქსინგში მარიამ ნანავა სტედა არაქელიანთან ერთხელ დამარცხდა და აი ახლა აქვს შანსი რომ პროფესიონალურ კიკბოქსინგში აიღოს რევანში, ასე რომ დარბაზის ხარდაჭერას დაჭირდება. ახლა კი უფრო ცლად ორივე სპორტსმენის შესახებ და კიკბოქსინგის სტაჟებს ვთხოვ, რომ დაიკავონ თავიანთი ადგილები. მებრძოლი ლურჯ კუთხეში, რომლის ასაკიც გახლავთ 22 წელი, სიმაღლე 156 სანტიმეტრი, წონა 51.5 კილოგრამი, 5 მოგება და არც ერთი მარცხი, წარმოადგენს კლუბს Tai Chi. მებრძოლი ერევანიდან, სომხეთი, the fighter from Yerevan, Armenia, Seda Harakelian. ხოლო ჩემგან ხელმარცხნი მებრძოლი წითელ კუთხეში, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე დებიუტი აქვს. მისი ასაკია 18 წელი, სიმაღლე 158 სანტიმეტრი, წონა 52 კილოგრამი, 2 გამარჯვება და არც ერთი მარცხი, წარმოადგენს კლუბს დავითიანი. მებრძოლი თბილისიდან, საქართველო, the fighter from Tbilisi, Georgia, Maria Nanava. რეფერინგზე არჩილ ჯეირანაშვილი, პირველი რაუნდი. მაშასე გადავიდით მეოთხე ბრძოლაზე კიკბოქსინგის წესებით და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ესეთი ამაღელვებელი ბრძოლაა. რა თქმა უნდა, ქართველი სპორტსმენის გამო ეს გოგო არის ძალიან მაგარი სპორტსმენი, დიდი ხანია ვიცი მის შესახებ და ვფიქრობ, რომ დაიწყო ბრძოლა. კარგი იქნება, რომ ყველამ გაიგოს. ბოლოს GFC-ზე იჩხუბა თუ არ ვშტები? კი ბატონო, კი, მაგრამ MMA-ში იჩხუბა და ეს გოგო არის კიკბოქსიორი ბაზით და MMA მისთვის ცოტა ახალი იყო, მოიგო ის ბრძოლაც, მაგრამ აი დგომში ძალიან მაგარი მებრძოლია. მართლა და ვნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა არის, სულ რაღაც 18 წლის არის და ასევე ძალიან კარგი მეტოქე ჰყავს. ეს რევანშია თუ არ ვშტები? კი ბატონო, როგორც გამოაცხადეს. წამყვანა. მაგრამ იქიდან აი, კარგი მარჯვენა. კროსი, ფეხები. ჯობი ალბათ თავში გაარტყას, აი კიდე მარცხენა ჰუკი. ფიქრობ, რომ აი კიდე მარცხენა, აი კიკი. და ნოკდაუნი. კარგი კროსი მოხდა მარჯვენა. კი ბატონო, ბოლოს რამდენიმე დარტყმის წინ უკვე დარბაცებდა კი დოქტორ. კარგი მარცხენა ჰუკიც იყო და უკვე ჰაიკიკმა თუმცა პრეტენზიას გამოთქვა რაღაც სპორტსმენი. აი მოხლე. მეორე ნომრად თამაშობს. თამაშობს კიდე კარგი მარჯვენა. კიდე ფეხი, ხელი. კიდე. აი ხო უპასუხო რა ხდება? ას აგზედა ბრძოლა. კიდე კარგი მარჯვენა იყო, კიდე. კარგი დარტყმები აქვს, მარიამსა კიდე და მეორე ნოკდაუნი. არა, ეს დასასრულია, უნდა გააჩერონ ბრძოლა, თუმცა გამოფხიზდა. ამფრიზდა, მაგრამ რამდენად ხის გაგრძელება, არ ვიცი. შეუძლია სადაც რომ მოხსნას. მე მისი კუთხის ადგილზე უფრო მოხსნდი რა. გადმოაგდებდი პირსახელს. აი კიდე ატარებს დარტყმებს. აი აქ უკვე მართლა ძალიან გაიმესანენ ნოკდაუნი და დასასრული. აი ამას ვამბობდი, რომ ძალიან მაგარი მებრძოლია ეს გოგო და ძალიან მაგარი ბრძოლა აჩვენა მარიამმა და ძალიან ლამაზი ნოკაუტით გაიმარჯვა პირველივე რაუნდში. გულოცავთ. მეგონი ჯობდა რომ გაეგზელებინათ. კი. შეეხება აშკარად დაზიანდა. სომეხი მებრძოლი. მარიამა თავის საქმე დიდებულად შეასრულა.
ყველა კითხვას პასუხი გასცა და ნუ ვინ არის ამ ორ შორის უფრო ძლიერი რევანშიც აიღო. ხო, მე მგონი აღარც იქნება საჭირო რამე ტრილოგიის ან რამე მსგავსის გამართვა. კი ბატონო, გესახმები. ძალიან მიხარია რომ საქართველოში ნელ-ნელა ეს გოგოების სპორტში ჩართულობა მატულობს და ასეთი უკვე მაღალი დონის სტრაიკერებიც ყავს როგორც მარიამია და რა ეს გოგო ჩემი აზრით თავის სიტყვას კიდე ბევრჯერ იტყვის. კი, მეც ესე მგონია ძალიან პერსპექტიული მებრძოლია. ასევე MMA-შიც საკმაოდ ეფექტურად მოიგო. სრული დომინაციის შედეგად პირველივე რაუნდში ყავს გამარჯვებული. მაგრამ სანამ გამარჯვებულს გამოვაცხადებდეთ, არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ვართ ქართველები, მე არ ვიცი წესები, უბრალოდ ვიცი, მაგრამ მინდა რომ გადავუხვიო და დამარცხებულმა ძალიან განიცადა და ქართული სტუმარმასპინძლობით გთხოვთ რომ გავამხნევოთ სედა არაქელიანი. დიდი მადლობა. ეხლა კი თქვენს წინაშეა გამარჯვებული, რომელსაც დღეს პროფესიონალურ დონეზე დებიუტი ჰქონდა და ის გახლავთ მებრძოლი საქართველოდან წითელი კუთხე მარიამ ნანევა. სხვათა შორის სედა არაქელიანის პირველი ვიზიტი არაა საქართველოში. თუ გახსოვთ MMA-ში სოფია ბაღიშვილთან ჩაატარა ბრძოლა, საკმაოდ კარგი ბრძოლა აჩვენა მაშინ მამ გოგომ, თუმცა წააგო. მოусმინოთ მარიამს. გუნდელებს დიდ მადლობას ვუხდით, რომლებიც მამხნევებდნენ ამ პერიოდის განმავლობაში და ძალიან მიყვარხართ ყველას და ყველას გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. ასევე დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს წვრთნელს მამუკაშონიას. მისი დამსახურებაა ჩემი აღდგომა, ეს გამარჯვება და საერთოდ ყველაფერი ამ კაცის დამსახურება და დიდი მადლობა მამაჩემს რომ მასთან მიმიყვანა და ღმერთს რომ ასე ჩვენიერი კაცთან შემახვედრა. მადლობა ყველას. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. მეც უნდა გკითხო. აი კონკრეტულად ამ რევანშისთვის ემზადებოდი? ამ გოგონასთან წინა წელს დავმარცხდი. დიდი შემართებით ვემზადებოდი და ჩემმა შემართებამ გაამართლა და ჩემმა რწმენამ, შინაგანმა რწმენამ. ამიტომ დიდი მადლობა შოს მოწინააღმდეგეს და მადლობა რა. მადლობა მარიამს და კიდევ ერთხელ მიულოცოთ მას ეს გამარჯვება. ახლა კი ვაგრძელებთ MMA-ით ისევ. შერეულ ორთაბრძოლებში გვექნება მორიგი დაპირისპირება. და მსაჯებს ვთხოვ რომ დაიკავონ ადგილები. საბა სოზაშვილი იასპარეზებს ირანელი სპორტსმენის ამირ იარანის წინააღმდეგ. პირველად მაქსვაიძე. ესე გამოსტილი მებრძოლია საბა. კი ბატონო, საკმაოდ კარგი მებრძოლია არის საბა. და ეს ბიჭი მაქსვაიძის გენერალური სპონსორია კომპანია მაკ. მოусმინოთ და გავაგზავნოთ. ოქროს სპონსორი გელივო, ხარდამჭერები კირია საბრძოლო ხელოვნების აკადემია, კუდოს ფედერაცია, ვიტამინი G და საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია. საბაზე ვიძახდით ახლა კი მომდევნო დაპირისპირება MMA. მუდმივად ვითარდება და ყოველ შემდეგ ბრძოლაში უკეთესი ტექნიკური არსენალით გვევლინება. ირანიდან თეირანი ამირ იარანი. Bones. The Juice Man. Yeah.
ლურჯი კუთხე მებრძოლი ირანიდან ამირ იარანი ხოლო მისი მოწინააღმდეგე გახლავთ წითელ კუთხეში მებრძოლი საქართველოდან ბათუმი და მას დღეს აქვს დებიუტი ეს მებრძოლია სტავდაშვილი პროფესიონალი MMA-ის მებრძოლი წლებია რაც MMA-ით ვარ დაინტერესებული ზოგადად ხრიდოლის ავიწყე ადრე ბავშვობაში და MMA-ით ავიზებს და ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ პირველი დღეებიდან UFC-ს ვიდეო ქართული მაღაშული და მაგრამ ძალიან დაახმარა დააჩქარა ჩემი MMA-ის კარიერა და ძალიან ზოგადად კარიერა დავიწყე MMA-ის COVID-ის დროს საქართველოში უნდა დებიუტი მაგრამ ჩემი ბრძოლები საქართველოში არ გამოდიოდა სულ ორი ბრძოლა ჩატარებული ძალიან ბევრი 5-6 ბრძოლა მაინც გამოვიდა საქართველოში რის გამოც წლების განმავლობაში ინაქტიურობა ვიყავ შემდგომ გამოსვლების გარეშე გავაგრძელე ცხოვრების კარიერა ესპანეთში, შვედეთში, ძალიან კარგი ორგანიზაციებში ჩავიჯდები. ძალიან დიდი გამოსვლაც მივიღე, მაგრამ ჩემს სამშობლოში ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ყოველთვის ისეთ გარემოში მიწოდა ბრძოლა, სადაც ჩემი პროფესიონალური გულშემატკივარი ყავდა და მაქსაით მომწამდა შესაძლებლობა რომ ასეთ ჩემი აუდიტორიის წინაშე სადაც ჩემი ხარჯები გასაგებია ტექნოლოგია და ჩემი მეთოდის არ გამომიცია აქამდე და მინდა სპორტსმენი გამოცადე და პარალელურად მაქსაით და ორგანიზატორს შესაძლებლად შემოგვიყვანოს. ზოგადად შესაძლოა დაახლოებით 5-6 კვირის წინ გავიგანი 5-6 კვირა მქონდა კენდისთვის. თავიდანვე ვიცოდი ვინ იყო ჩემი მეთოქე, შესაბამისად რა თქმა უნდა ბრძოლებს გადავხედე ყოველთვის კონკრეტული მეთოდის სტანდარტული მეთოდები. შევისწავლე ამირი, რომელიც ძალიან გამოსული მეთოდია, რომელიც ტაეკვონდოს ან კარატის მეთოდია, იმიტომ რომ ფეხით ძალიან სახიფათო და ძალიან ძლიერი იქნებს. ჭიდაობითაც არ არის სუსტი ბიჭი, ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ თოლა ადგილას საკუთრად რაც მინსა, როგორც თამაში ისე არტში. არტში ჭიდაობა შანსი არ იქნება, აქედან შემიძლია, იმიტომ რომ წაზე ჩემთან დავიუღოთ შანსი, მაგრამ ძალიან ბევრი სწორია რომ მხოლოდ ჯიუ-ჯიტსუ და ჭიდაობა შემიძლია, ეგეც შეცდომა არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სვარჯიშობ მე დგომზე, ჩემს ტაიკინგზე და ამისთან თუ დგომში გამჭირდება ბრძოლა, რომშიც ვიბრძოლო და რომშიც სამი პროგრამაში. 6 აპრილს შემოგვიმართვიოს მოუწოდებლად აუცილებლად მოვიდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. ჩემი მეტოქის სტილიდან გამომდინარე, გეუბნებით ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება, ძალიან სამხობლო ბრძოლა იქნება რომშიც მიწაზეც. თან დიდი ხანია რაც აქ მოჩვენია, დაახლოებით 3 წელი ალბათ და ძალიან დიდია იმ ალბათობა, რომ საზოგადოებრივ ყოველ გავუძლო ბრძოლა. ძალიან მინდოდა საქართველოში ჩემი ხალხის განვითარება ერთი ბრძოლა და კვირდებით რომ ჩემს მაქსიმუმს ვიზავ, რათა მაქსიმალურად ისეამოთ.
რომლის ასაკიც გახლავთ 33 წელი, სიმაღლე 174 სანტიმეტრი, წონა 66 კილოგრამი, 2 მოგება და არც ერთი მარცხი, 2 ფრე. წარმოადგენს კლუბ სპორტ 313. ირანი, თეირანი, the fighter from Iran, Tehran, Hamir Yaron. ხოლო შემდგენ ხელმარცხნივ მებრძოლი, რომლის ასაკიც გახლავთ 24 წელი, სიმაღლე 180 სანტიმეტრი, წონა 66 კილოგრამი, 2 გამარჯვება და 4 მარცხი. წარმოადგენს ბათუმის საბრძოლო აკადემიას. ბათუმი, საქართველო, the fighter from Batumi, Georgia, Saba Sazashvili. რეფერი ოქტაგონზე საბა ბეგაძე, პირველი რაუნდი. მაშას შემდეგი ბრძოლა გვაქვს საბა სოზაშვილსა და ამირ იარანის მონაწილეობით. ქართველი სპორტსმენი, როგორც წეგან ვამბობდი, საკმაოდ გამოსდილი მებრძოლია, მრავალმხრივ განვითარებული და აი ძალიან რაც მომწონს ამ სპორტსმენის არის ის, რომ მუდმივად ცდილობს ყველა ასპექტში განავითაროს საკუთარი სკილები და შესაბამისათაც ესე არის რა, კარგი შერეული მებრძოლია. კი, აი გადაიყვანა double leg takedown-ით. გაუკონტროლა ფეხები. ეხლა ნენელა ესდება პოზიციის გაუმჯობესებას. თავი უნდა გამოიტანოს უბრალოდ. აი მე ხიფათი არ იქნება, უბრალოდ იჭერს ირანელი. მაგრამ საბას დაფიქსირებული აქვს მეტოქის ფეხი. უბრალოდ სჭირდება ეხლა ამოვაწროს თავი, რომ გადავიდეს პოზიციაზე და დაიწყოს ალბათ ground pound-ი. აი კარგად გაცდა გადავიდა მეტოქის ფეხს და უკვე ფაქტურად საით კონტროლზეა. შეუძლია ხა ჩააცუროს. აპირებს ფეხების მაგრამ წამოდგომას თიროს ხელოვნელი. და გილიოტინა არ გამოვიდა საბა და საით კონტროლზე. უნდა იჩქაროს ალბათ საბა, აი პოზიციურად შეუძლია. ანალოგიური სიტუაცია. კარგი ამერიკანა, თუმცა დატრიალდა ირანელი სპორტსმენი და ცდილობს თვითონ ფეხებით. მოატრიალე კიდე, სეტკას მოშორდი. კარგი კონტროლი საბას შესრულებით. ცდილობს კლეტკიდან წამოდგეს. და ჩაატრიალა საბამ. აი კროსფიქსი გადავიდა, მაგრამ შეიძლება ხა დაყვებით მუშაობა და წამოდგომა ირანელმა, თუმცა ძალიან კარგად აკონტროლებს სოზაშვილი. საბა ექნეხი აიღე. ჯერობით ჰელფკარგი შკარა უპირატესობით მიდის. ქართველი მებრძოლი ამარცხებს. იდაყვი შეიძლება ეს პატარა იდაყვი ზიანი მიაყენოს. კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა. მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი ამოიღე. მეტოქე ცდილობს სამკუთხედზე გადასვლას, თუმცა ესე მარტივი არ არის საბასთან. და ნუ გარდი დაიბრუნა საბოლოოდ ირანელმა სპორტსმენმა, თუმცა საბა აგზელებს ისევ აქედან მუშაობას. აქ საშუალება საბას გასცდეს ფეხს, რადგან გახსნილი გარდი აქვს ირანელ სპორტსმენს და ძალიან დაბლა აქვს მარჯვენა ფეხი, შეუძლია გადააბიჯოს. მაგრამ როგორც ჩანს, აქაც კომფორტულად გრძნობს საბა თავს და დაგროვებს ქულებს მუშაობას. აი ახლა შეკრა ირანელმა გარდით. თუმცა შეტევას ვერ დაიწყებს აქედან. თავია სულ თქვა აკონტროლოს საბამ. ამასობაში წუთნახევარია დარჩენილი პირველი რაუნდის დასრულებამდე, რომელიც ქართველი სპორტსმენის სრული დომინაციით მიმდინარეობს.
ეს ირანელი სპორტსმენიც როგორც ჩანს საკმაოდ გამოსტილია, 33 წლის კარგად ცდილობს თავის დაცვას, რადგან საბას საკმაოდ კაი გრეპლინგი აქვს და ამდენი ხანი რომ ასე ვთქვათ უძლებს, მიშეტევებს, ეს ირანელი სპორტსმენის დონეზეც მეტყველებს. კიდევ ერთი დაყვი. პირველი რაუნდის ბოლო წუთი დაიწყო. საბა თავი ჩიაწუხე. ცდილობს საბა ჰალფკარზე გადასვლას. როგორც ჩანს, აქ ირანელი სპორტსმენის მთავარი მისია რომ რაუნდი მიიყვანოს ბოლომდე, რადგან აღარ წამოდგომას ცდილობს და გარცაც აღარ ხსნის ფაქტიურად. გაიმართა საბა, წამოიწია. კარგი დაყვი იყო ახლა. კიდევ კარგი დაყვი. თავი ჩიაწუხე. ეხლა მიმდინარეობს მატჩი ირანელი მებრძოლის კუთხეში და რაღაცას კარნახობს. ხო, დასრულდა პირველი რაუნდი. რა თქმა უნდა, ქართველი სპორტსმენის აშკარა უპირატესობა. სრული უპირატესობა ჰქონდა, თითქმის მთელი რაუნდი აკონტროლა ბარტერში, დარტყმებით. კარგი რეკუპერაცია რომ მეორე რაუნდშიც დომინაცია გაგრძელდეს. აქ ერთი მომენტია კიდევ მატჩის წინა ინტერვიუში აღნიშნა საბამ, რომ ეს არის პირველი ბრძოლა 3 წლის შემდეგ მისი საქართველოში და რაღაც მხრივ ცოტა შეიძლება ბოლომდე გახსნილი არ იყოს, თუმცა უკვე მეორე რაუნდში ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი ძალებით შეუტევს და ძალიან გაუჭირდება ირანელ სპორტსმენს. გაგილაუკი და ხაირანელმა მეორე რაუნდში უფრო დგომში დაიწყო ბრძოლა. კარატის გავს ირანელი საბაზისო. კარგი ტაიმინგი საბასგან მოწინააღმდეგის მოქნეულ ხელზე და აიცილა და შევიდა იმ დროს. ნახოთ მორიგი ტეიქდაუნი. როგორ გაამწვავებს სოზაშვილი. საბუ მიაწურე. შენი კუთხისკენ წამოიყვანე. კეიჩთან მიიყვანოს ირანელი. აქაც იგივე სიტუაცია, ირანელი ხანდახან აძლევს საშუალებას, რომ მარჯვენა ფეხზე გადააბიჯოს ხოლმე, მაგრამ საბას რატომღაც ალბათ ურჩევნია მოწინააღმდეგის გარჩი ყოფნა, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და აგრძელებს მუშაობას. აი ხლა გადააბიჯა. აი კარგად საერთოდ ჰალფკარზე გადავიდა და აი მაუნტზე ცდილობდა გადასვლას, გადავიდა კიდეც. მაუნტი ფეხები გააშლევინა უკან. ცდილობს კეიჯიდან გადატრიალებას, თუმცა საბა მიუხვდა და არ აძლევს საშუალებას. ხა ცოტა ზევით უნდა აიწიოს. კარგი პოზიცია აიღოს და იქიდან უკვე შეიძლება ფინიშზე მუშაობა. კი ბატონო. აქვე ვიტყვი, რომ საბას საყვარელი ილეთები არის საფეხბურთი და ასევე აი შეიძლება ახლა მომატება. აი აქ უკვე კარგი კონტროლია ზურგიდან. კარგად შეკრა ფეხი. სამკუთხედი და რეარნეკ ჩოუკზე მუშაობს. ჩოუკი, ნახოთ თუ დაახჭოს, ხელს თუ ამოაძრობს. კარგად აქვს ჩადებული და მე მგონი მოაძროს ხელი. დაახჭობს. აი.
აი შეკრა და დანებდება. ეხა ირანელი და დანებდა ირანელი. ბრავო საბა. შვენიერი გამარჯვება მოიპოვა საბა სოჟაშვილმა მეორე რაუნდში. მეორე რაუნდის დასაწყისშივე გააგრძელა თავისი უპირატესობა და გადაიყვანა ირანელი მებრძოლი. და დაახჭო რეალ მეიკ ჩოუკით. შანსით არ მისცა ირანელს ამ ბრძოლაში. ძალიან ჭკვიანურად, გეგმაზომიერად და ტაქტიკურად მიუდგა. დისციპლინირებულად წარმართა ბრძოლა. დიდად არც უჩქარია და მინიმალური რისკით მიიყვანა სასრულად დასასრულამდე. პოზიციებს არც კარგავდა, კარგად აკონტროლებდა და მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთი. გამარჯვებით დაბრუნდა საბა. მიულოცოთ ეს ფსიქოლოგიურად ის ყავს გამარჯვებული. და ეს გახლავთ მახრჩობელა ილეთით. მებრძოლი. წითელ კუთხეში საქართველოსთან საბა სოჟაშვილი. ამერიანაცის წარმატებები უშუალოდ მომდევნო დაპირისპირებებში. ოღონდ არა ქართველების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა. მოგესალმებით ყველას. მადლობა პირველ რიგში მომბრძანებისთვის. დიდი ხანი საერთოდ არ მიჩხუბია და მადლობა ხვიჩამ, რომ მომეცი შანსი, მადლობა დავით ქირიას. რომ ეს შანსი მომეცით. მინდა მადლობა გადაუხადო, რა თქმა უნდა, ჩემს ტრენერს უშას. ერთი ცოტა გრძელ სიტყვას ვიტყვი. ამ კემპისთვის ძალიან ბევრ დარბაზში ვემზადებოდი. უჩა, რა თქმა უნდა, ჩემი ტრენერი არის ბოლო პერიოდის განმავლობაში, ხვიჩა, რომელიც ყოველთვის მეხმარება. ბათუმში სულ ჩავდიოდი გვერდში მედგა. დაწი კიდევ უფრო დიდი ხით ვაპირო ხვიჩასთან წასვლას. მადლობა ეიდოს. მემეტეში გავდიოდი და ხშირად მეხმარებოდა და რატის ჩემპიონთაგან ყველას ერთ რაღაცას მივხვდი. თუ ერთად ვიქნებით ქართველები, თუ ერთ მუშტად ვიქნებით, გამორიცხულია რომ ვინმე დაგვამარცხოს. ჩვენ გვჭირდება ერთობა. და ერთას ვიტყვი ბოლოს. აქ გამოსვლის წინ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ მე ამ ბრძოლას არ დავირწავაგებდი, გამორიცხული იყო, იმიტომ რომ გუშინ წინ ჩემმა ორი მშობელმა გაიკეთა ძალიან მძიმე ოპერაცია, 22 საათი გრძელდებოდა ოპერაცია. ერთი რეანიმაციაში წევს. მეორე კიდე პალატაშია და აქედან მინდა მოვიკითხო, ვიცი რომ ჩემი თიამაყები. მადლობა საბას, ემოციური გამოსვლა ჰქონდა, ნამდვილად მეც უერთდები და მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ. მისთვის უახლოეს ადამიანებს და რა თქმა უნდა იმ მესიჯშიც უერთდები ერთობა და მხოლოდ ერთობა ეს დავიწყეთ და ესე უნდა გავაგზავნოთ ქართველებმა წინსვლა. მეთანხმები ნამდვილად. ახლა კი გადავდივართ ისევ კიკბოქსინგის ბრძოლებზე და საჭთა კოლეგია უნდა გამოვაცხადო ლერი ავალიშვილი, ჯოვანი ჩხაპელია და ჯაბა ხარჩილავა, არჩინ ჯეირანაშვილი კი იქნება მთავარი არბიტრი რინგზე. მიულოცოთ ისევ საბას ეს გამარჯვება და შემდეგ ბრძოლაზე გადავიდეთ, რომელიც კიკბოქსინგის წესებით. მეექვსე ბრძოლა. კიკბოქსინგი და მებრძოლი ლურჯ კუთხეში. საქართველოსთან თბილისი თორნიკე კურტანიძე. ძალიან პერსპექტივული განმარტული. წარმოადგენს კლუბ დავითიანს, შოს მამუკაშონიასთან. ვიჩვიჩნობ კრიობიდან ამბერში აქვს სამი ბრძოლა, სამივეში გაიმარჯვა. ძალიან სანახაობრივ ბრძოლას აჩვენებს თორნიკე. მხოლოდ 18 წლის არის.
თორნიკე კურტანიძე, ლურჯი კუთხე. ხოლო მისი მოწინააღმდეგე მებრძოლი წითელ კუთხეში, ზუგდიდიდან, საქართველო, თემურ ჭეჟია. თემურ ჭეჟია, ასევე ძალიან კარგი მებრძოლი. ერთი ბრძოლა აქვს მაქს ფაიჩი ჩატარებული და გამარჯვებები აქვს მოპოვებული. ის წარმოადგენს ქირიას აკადემიას, დავით ქირიას აკადემიას, არის ზუგდიდიდან. მებრძოლი წითელ კუთხეში, თემურ ჭეჟია. ახლა კი უფრო ვრცლად ორივე სპორტსმენის შესახებ. მებრძოლი, რომელიც ლურჯ კუთხეშია წარმოდგენილი, გახლავთ 18 წლის, მისი წონა 60 კილოგრამი, სიმაღლე 173 სანტიმეტრი, 6 სიმოგება და არც ერთი მარცხი, მათ შორის 2 ფრე. წარმოადგენს კლუბს დავითიანი. მებრძოლი თბილისიდან, საქართველო, თორნიკე კურტანიძე. ხოლო მებრძოლი, რომელიც ჩემგან ხელმარცხნივ წითელ კუთხეშია გათავსებული, გახლავთ 20 წლის, სიმაღლე 170 სანტიმეტრი, წონა 60 კილოგრამი, 8 გამარჯვება და 2 მარცხი. წარმოადგენს გენო ადამიანის საბრძოლო კლუბს. მებრძოლი ზუგდიდიდან, საქართველო, თემურ ჭეჟია. რეფერი რიგზე არჩილ ჯეირანაშვილი, პირველი რაუნდი. კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა იწყება. ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება ჩემი. კი ბატონო, რადგან რასაც თვალს ვადენებთ, ქართველების ბრძოლა ერთმანეთში უშეღავათოდ მიმდინარეობს ხოლმე. თან ორივე ძალიან კარგი მებრძოლია. რა თქმა უნდა, თან იცნობენ ალბათ ერთმანეთს და ორივე მიცის ერთმანეთის შესახებ. ახალგაზრდა მებრძოლები დაუბრუნდებიან. ცაცია დგომში დგას კურტანიძე. დაიწყო ლოუკიკით. თავში გადავაი, კაი გაცვლები ფეხების. საწყის წუთებში კურტანიძე უფრო მეტს მუშაობს, ასე ვთქვათ, ფეხებით. ლოუკიკი. ბაში ხელებით კომბინაცია. აქაც ცენტრისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. ორივე სპორტსმენი ცენტრში დგომის მოყვარულია და კარგი შიდა ლოუკიკი იყო. აი ჭეჯია შეტევა. აიცილა ხო, კანზე მგონ დაიხია ეფექტურად. დაგვირი. მეორე ნომრად უფრო მუშაობს. ხო, გადავიდა კურტანიძე მეორე ნომრად. და ცენტრი ჭეჟიამ დაიკავა. იქნებ ხელით ცდილობს დაიჭეროს. აი ცუდი დარტყმა მოხდა. გამოსქვევით მოხდა. ჭეჯიას შემთხვევით. მოდია.
ეს ბიჭები საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭები არიან, 18 და 20 წლის და კაი დონეს აჩვენებენ ასაკთან შედარებით. გამოცდილება საკმაოდ აქვს. ანუ ხშირად ატარებენ ბრძოლებს. ბატონო, ასევე მაქს ფაიცი ორივე საკუთრში ატარებული ბრძოლები და შიცადა კარგად ურტყავს შიდა ლოუკიკს კურტანიძე ჭეჟია აგზელებს პრესინგს და უკვე ცოტა ტემპს მოუმატა თითქოს. თუმცა კურტანიძეც პასუხობს. არის სამიანი კომბინაციებით. ისევ შიდა ლოუკი. ტანში. ჯერჯერობით კურტანიძე უფრო მეტ დარტყმას ახორციელებს. კი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ჭეჯიას ტაქტიკა უფრო გვიან რაუნდებში მოუმატებს ტემპს. ალბათ უფრო ხელით ცდილობს დაიჭიროს მარჯვენა ჰუკით ან კროსით. აი ახლა ხელის დისტანციაზე შედის. დასრულდა პირველი რაუნდი. ძალიან კარგი რაუნდი გქონდა, შეისწავლეს ბოლომდე ერთმანეთი მეტოქეებმა და არ შეჩერებულა. ალბათ კურტანიძემ მოიგო ეს რაუნდი. პრომეტი დარტყმა განახორციელა. თუმცა ჭეჟიაც არ წყვეტდა პრესინგს. კი, თავისი მომენტები თემურსაც ჰქონდა და საბოლოო ჯამში მსაჯები გადაწყვეტეს და მსაჯები წყვეტავენ. ასევე მეორე მესამე რაუნდიც იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლაში, ასე რომ ყველაფერი წინ გვაქვს. საინტერესო გამძლეობა როგორ იქნებათ მებრძოლებს. იგივე ტემპით თუ შეძლებენ. შეიძლება კიდევ უფრო გახურდეს ბრძოლა. ტანში ეთყობა კვალი, ახლა დაზურზე ჭეჟიას ფეხის. აი პატარა ლოუკიკები. ამ რაუნდში ცოტა პასიურობს ჭეჟია დასაწყისში. ცოტა ტაქტიკა შეცვალა მე მგონი მეორე ნომრად. ფიქრობ არ იქნება სწორი გამოსავალი და ისევ ჯობია პირველ ნომრად გააგზავნოს. სიმაღლეში აქვს უპირატესობა კურტანიძეს და დისტანციას კარგად გრძნობს. სენსაცია. ეს შემთხვევით გავასვლა ფეხი რა თქმა უნდა. ნოკდაუნი არ იყო. კორპუსში დარტყმებს ცდილობს თემური. ისევ პირველი რაუნდის ტაქტიკას დაუბრუნდა და აქტიურად პრესინგი დაიწყო. თუმცა კურტანიძეს პასუხობს, ესე არ იღებს მეტოქის პრესინგს და თვითონაც ცდილობს რომ არ დაუთმოს არც ერთი გოჯი. კარგად ამუშავებს. შიდა ლოუკიკს. ტანიდან უნდა ჭეჟიას. კი. კორპუსთან გათიშოს. კორპუსთან ადის მერე ზევით. კი. თუმცა კაი შეკრულია კურტანიძე და პასუხობს. აი კორპუსთან მოახერხა გონებიცში. აი მიდელიც. ეს აი აქ კურტანიძეს გამძლეობა იქნება მნიშვნელოვანი. რადგან მოხდა ჩემი აზრით კურტანიძეს ღვიძლში მოხდა. ცოტა დაიღალა კიდეც. კი. იმიტომ რომ მუდმივად წინ მიდის. აი ეს კარად.
ნახოთ აბა როგორ გაგრძელდება 50 წამია დარჩენილი. აი ფეხით მუშაობს. ეხლა ტანზე აქვს აქცენტი, აი ტანზე აქვს აქცენტი ჭეჟიას. კიდევ მარჯვენა. აი უკვე ბოლო რამდენიმე დარტყმა სულ კორპუსის მიმართულებით მიდის. ჭეჟიას დარტყმები და სრულდება მეორე რაუნდი. კაი ჩეკი. ნახოთ. აქტიურდეს ჭეჟიაც. უფრო საინტერესო რაუნდი ვიხილეთ. კი ბატონო. თითქოს მოუძებნა გასაღები ჭეჟიამ. თავარისა რამდენად საკმარისი იყო რაუნდის წამოსაღება, რადგან კურტანიძე მაინც რაოდენობრივად ფეხებს ურტყამდა ლოუ-ბერის დარტყმებს აკეთებს და ხო. ნუ საჯებს ახლო რაუნდი იყო აშკარად. საჯებს აშკარად გაუჭირდებათ. შეიძლება ბოლო რაუნდმა გადაწყვიტოს. ვერ ვიცი რომ რომელიმე უპირატესობა იყო ახლა ამ რაუნდში. კარგად იმუშავა ფეხებით. კურტანიძე, მაგრამ კარგი დარტყმები გაუშვა ასევე ჭეჟიამ კორპუსში. რაღაც ერთ მომენტში თითქოს იგზნო და შეეწყო ცოტათი. და მებრძოლი ბიჭია თორნიკე და დაბრუნდა კი. დაბრუნდა. აი განძლეობაზეც არის, ეხლა რამდენად შეძლებს. მებრძოლები რამდენად შეძლებენ აი ამ ტემპში იმუშაონ. მეორე რაუნდიდან როგორც გამოჩნდა, თემურ ჭეჟია ცდილობს ღვიძლში ან კუჭის თავში ძლიერი დარტყმის განხორციელება